Надеюсь, что в будущем мы сможем договориться с Украиной. Там здоровых людей, которые хотят выстроить отношения с Россией на долгосрочную историческую перспективу, достаточно много. ქართულ, უკრაინულ, გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ ენებზე ყასაბის ეს სიტყვები ასე ითარგმნება. ფეხებზე მკიდია ყველა სატელეფონო საუბარი, გაჟონვა, გამოჟოვნის ისტორია. ომს მაშინ დავამთავრებ, როცა მიტაცებულს მიღიარებ და გამიფორმებთ. მე ცოტას ამოვისუთქებ, გამარჯვებას ვიზეიმებ. არ არის პრობლემა, რაც ტანკებით ვერ ავიღე. მაინც ჩემი იქნება. ზელენსკის ჩამოვაგდებ ჩემი პირობების შესრულების შემთხვევაში და კიევის სათავეში ჩემებს მოვიყვან. მე მათთან დავილაპარაკებ და ის რაც ძალით ვერ ვიტაცე, ვასალად გავიფორმებ. ასე რუსეთის ბოლო ვლადიმერის სიტყვები მარტო მე არ თარგმნე. უკრაინულ და რუსულ მედია და ანალიტიკურ წრეებშიც ასე თარგმნეს და ამ ყველაფერს გრუზინსკის სცენარი для Украины დაარქვეს. არ გაგიკვირდება თუ გეტყვით, რომ მაგალითად ივანიშვილის ხელისუფლება მოიყვანეს. ეს სცენარი ჩვენთან 2012-ში გათამაშდა, რაც ტანკებით ვერ პრინციპით და ბიძინას გრუზულ რეალობაში 13 წელია ვცხოვრობთ, თუ ამას ცხოვრება ქვია. თუმცა აპოკალიფსი წინ გვაქვს. რუსული ცენტრი ტიფლის აბსოლუტური კონტროლის მიუხედავად სრულად არ ენდობა და საქმის ბოლომდე მისაყვანად ახალ არჩევნებს ჩაატარებინებს. აღარც იმას ჩაუღრმავდები, რომ გრუზინსკაია დუმას ვიბორებისთვის ქართული ოპოზიცია და მასთან ერთად ხალხის პროტესტი ბოლომდე განულებული უნდა იყოს. ოკუპირებული რუსთავის ვანომერში კი ის შევა, ვისაც პროპუსკს გამოუწევდნენ არუს საკუთრებ გრუზინსკაია მეჩეთას გარდა, ყველა ის რუსული დივერსიული დაჯგუფება, რომელიც ახლა ვითომ სხვადასხვა ფლანგზეა, ვისთვისაც ღია, დიდი თუ საშუალო ზომის ქართულენოვანი რუსული პროპაგანდის ეთერი. 29 აპრილის თეზისების გააზრება, როგორც ჩანს, მაშინ ქართულმა საზოგადოებამ ბოლომდე ვერ შეძლო და საერთოდ მე პირადად წლების დაკვირვება მაჩვენა, რომ სულტყურად არ აღვქვამდით სერიოზულად იმ ბრძენ კაზს, რაზეც ვთქვით არიზამსო, ყველაფერი გააკეთა. სულუკიანის ღალატის კომისიით მან მხოლოდ ოპოზიციას კი არ გამოუტანა განაჩენი, სახელმწიფოს აუქმებს. უბრალოდ მან 29 აპრილს ის გაახმოვა, რასაც მისი მესამე და მეოთხე რგოლის ვითომ ექსპერტები წლებია ითხოვდნენ, ყურს აჩვევდნენ. უარეს იზამს თქო ბევრჯერ მithქვამს და ახლაც გავიმეორებ რას? დიქტატორის გაფორმების ჯერ კიდევ მცდელობის პარალელურად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რუსულ წყვილს შემოგთავაზებთ. თამასა დამკვეთმა ძალიან მაღლა აუწია და სპეცოპერაცია ბოდიში თავადვე გაახმოვანა. ჩვენ აუცილებლად გამოვზარდით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ. ვისაც გონიათ, რომ გორშინელ ქომის სიტყვა მხოლოდ სიტყვა იყო და ის მოქმედებაში არ არის, ძალიან ცდებით და მინდა შეგახსენოთ, როგორ ბლატაობდით. ამას როცა გვინდა, მაშინ გადავირჩევთ. თქვენ ვერ ვარა მან გადაგირჩიათ, დაგახარისხათ, სელექცია გაგიკეთათ, ხმის უფლება ჩამოგარდვათ, პროტესტ გიგრძელოთ, გუდავთ დილეში კრით და საკუთარი სამშობლოდან წასვლას გაიძულებთ. მხოლოდ იმისთვის, რომ ბოლო რუსული აკორდის განპროტესტებელი აღარავინ იყოს. იმ პერიოდისთვის, როდესაც თბილისის ხელისუფლება პირდაპირ დაჯდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმებთან და მათთან ეგრეთ წოდებული თავდაუსხმელობის აქტის შეთანხმებაზე ხელს მოაწერს. შეთანხმების აღსრულების შემთხვევაში თბილისი თავად შექმნის პრეცედენტს კონფლიქტის მხარეებად და საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად აღიაროს არა რუსეთი, არამედ სოხუმის და ცხინვალის რეჟიმები. დავაკონკრეტოთ, ივანიშვილის რუსული ოცნება აფხაზეთის და სამაჩაბლოს რუსულ სუვერენიტეტს აღიარებს, ოღონდ იმ დროისთვის ერთადერთი საინფორმაციო საშუალო პროპაგანდა ამას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ჭკვიალა ქაღალდში გახსოვს მოგართვებს და გრუზინო ტრადიციულად ამასაც მიიწევს, როგორც ყველაფერს რუსულს. ახლა ერთ ვიდეოს შემოგთავაზებთ არქივიდან 2019 წლის 15 ოქტომბერი რესპუბლიკური პარტიის დამფუძნებელი დავით ბერძენიშვილი. მისი მიდგომა იყო ასეთი: ევროკავშირისკენ სვლა და ასოცირება და ვიზა ლიბერალიზაცია კი ეს არ არის რუსეთისთვის კოშმარი, მაგრამ ნატოსკენ მსვლელობა მინიმალისტური და ფორმალური. მას უთქვამს ასეთი რამ, ჩემთვის უთქვამს და მარტო ჩემთვის არა, რომ ნატოში მაინც არ მიგვიღებენ. ამიტომ მოდი ნატო გავცვალოთ აფხაზეთში. ქართული პოლიტიკის ვეტერანი და მემატიანე რომ ტყუილს არ იკადრებდა, ამაში დარწმუნებული ვარ, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ მაშინ დავითის ეს სიტყვები გამოგვეპარა. ალბათ მაშინაც პრინციპი ამას როგორ იკადრებს, ამას როგორ გვაკადრებს მუშაობდა, თუმცა ფაქტია ისიც, რომ ამ დროისთვის
ვიზა ლიბერალიზაცია უკვე ჰქონდა და კონსტიტუციით გარანტირებული საგარეო კურსი. დათოს ამ სიტყვების შემდეგ სულ უფრო სარწმუნო ხდება ჩვენთვის საპატივსაცემო ადამიანების დასკვნა ანალიზი, რომ უვიზო მიმოსვლა ინერციით მიღებული იყო 78 მუხლით, მოჩვენებითია და გეგმა ევროკავშირ ნატოსთან დაშორების 2012 წლიდან არსებობს. ნაბიჯ-ნაბიჯ ჩუმა და შეფარვით ხორციელდება. თუმცა მას შემდეგ რაც ურდო უკრაინის მიწაზე შეიჭრა, მისი სრული ოკუპაცია მოახერხა გადაწყვიტა საქართველოში გაიმარჯვოს. კიევი ვერ აიღო უკრაინის სახელმწიფო ვერ ჩამოშალა და ნამდვილი მეორე ფრონტი ტანკების გარეშე აქ გახსნა. საქართველოს დაიპყრო. პოლიტიკური ხელისუფლება მისია და ახლა მას ამ მარიონეტებისაგან მიტაცებულის გაფორმება სჭირდება. საქართველოს უნდა დაქუცმასდეს. საქართველოს სახელმწიფო სიდრია უნდა განადგურდეს. You think that NATO enlargement provoked the war? Well, I don't want to speculate, okay? And I don't want to quote the statements of the Russian government. But one of the reasons was Ukraine's will and determination to become member of NATO. So therefore, we see the consequence. Okay. არ აქვს მნიშვნელობა ბრატისლავის გლობალურ უსაფრთხოების ფორუმზე ივანიშვილის კლანის წარმომადგენელი რა გვარი იქნებოდა. ღია რუსულ განცხადებას წარმატებით მაშინელი ირაკლი ციტყოდა და ახლა მოქმედებს. რუსულად ივანიშვილის ყველა მარიონეტი მეტყველებს და მოქმედებს. ნატოს გენერალური მდივნის განცხადებაზე, რომ ის გულუბრყვილ არ არის იმის შესახებ, რაც საქართველოში ხდება, ივანიშვილის სპიკერების თვითონ გულანთებული განცხადებები, რომ ალიანსს აღარ აქვს არგუმენტი საქართველოს წევრობაზე 2 უთხრას, საქართველოს ნატოსთან ურთიერთობისთვის არაფერი დაუკლე და ასე შემდეგ, მოჩვენებითი რუსული ამბავია, საქმე კი მარტივად არის. რუსებთან რომელმაც უკრაინაში შეჭრის მერე ნატოსთან კიდევ უფრო დიდი საზღვარი მიიღო ფინეთის სახით და ბალტიის ზღვა ნატოს შიდა ზღვა გახდა, მოსკოვი საქართველოს ჩრდილოატლანტიკური პერსპექტივას საუბრის დონეზეც არ განიხილავს. ვისაც ნატოსთან დაკავშირებით ივანიშვილის მარიონეტობის გულწრფელობის გჯელად უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ჩვენ ანაკლია 2 გვაქვს ბაზიანის ნატოს სტანდარტების სამხედრო ბაზის გაუქმების გადაწყვეტილების სახით. იქ ხომ გრუზიას ტურისტический პოტენციალის ტრანსპორტный ჰაბის და ეკონომическое развитиეს новый აეროპორტი უნდა აშენდეს. სხვა ადგილი არ და ვერ გამოიძება, მაგრამ რუსულ-გრუზინული გადმოსახედიდან თბილისის მთავარი დამცავი ზღუდი არ სჭირდება. ანწუხელიძე გაასამართლა ივანიშვილის წულუკანის ღალატის კომისიამ 2008 წლის სისხლით მოწმინდა ყასებს და რასაჭიროა ნატოს სტანდარტების ბაზა. ყველაზე კარგი თავდაცვითი ობიექტი თან 20%-იან ამერიკალაძეს ნახეთ როგორი ძლიერი არგუმენტი აქვს. ევროპას რაც შეეხება, რა ვიცი, აგერ უკვე 30 წელია ნატოში გაწევრიანებას ვითხოვთ და არანაირი არაფერი არ კეთდება ამასთან დაკავშირებით. არა თუ არ კეთდება, ნაბიჯიც კი არ გადადგმა. როგორ გინდა ავტოგოლას შეედავო ამხელა გრადანაჩანეკს ქალაქის სიამაყეს. მას ცოტა ხანში მიუბრუნდები, ოღონდ ჩემი ბრალი არ არის. მასთან მიბრუნებაში მისი ოჯახის წევრი დამეხმარება. სანამ კანტორის უახლოეს გეგმა საქართველოს დანაწევრების შესახებ შემოგთავაზებთ, მანამდე ჩემეული და არ მხოლოდ ჩემეული განმარტება იმისა, რატომ არა ნატოს. რატომ მხოლოდ სამხედრო გაერთიანება და თავდაცვის ერთიანი სისტემა არ არის. ის სამხედროსთან ერთად პოლიტიკური ბლოკია, დემოკრატიული სახელმწიფოების გაერთიანება და იქ მოსახვედრად საქართველოს კონტრიბუცია არ არის საკმარისი. ნატოს წევრ ქვეყნებში არ ხდება ის, რაც ივანიშვილის დიქტატურაში, ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციას რუსი ემისარი საკუთარი ძალაუფლების მიტაცებულის დაკარგვად აღიქვამს და თან ამას რუსული დავალებას თუ ახლავს, ასპარეზზე გამოყავს კოლექტიური ნანა კაკაბაძეები და ვატო შაქარაშვილები და ნეიტრალიტეტზე ლაპარაკი იწყება. თემის კულტივირებას კი პროპაგანდა 24 საათიან რეჟიმში ახდენს. გრუზინის ყური ეჩვევა და მერე მისართმევს მიირთმევ. რეალურად კი მოსკოვს ნეიტრალიტეტი იმისთვის სჭირდება, რომ მიტაცებულმა გრუზიამ ნეიტრალიტეტი დასავლეთს გამოუცხადოს და რადგან ნეიტრალური თუ რაღაც ორგანიზაცია რუსული პროექტია და მას ივანიშვილის მხარდაჭერა აქვს, მარტივად ნეიტრალიტეტი კანტორაში დამუშავებული მოწონებული გეგმაა. 19 ნოემბერს ადრე დილით სხდომის დაწყებამდე საკონფერენციო და საგამოფენო ცენტრში მოეწყო ევროპაში ჩვეულებრივი შეერაღებული ძალების შესახებ ადაპტირებულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონია. ამ დოკუმენტის მე-14 დანართი წარმოადგენს რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ერთობლივ განცხადებას, რომელშიც კერძოდ ნათქვამია, რომ რუსული მხარე იღებს ვალდებულებას 2001 წლამდე დაშალოს გუდაუთისა და ბაზიანის სამხედრო ბაზები. ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 2000 წლის განმავლობაში რუსული და ქართული მხარეები დაასრულებენ მოლაპარაკებებს
ლაშქრობებს, ბათუმსა და ახალქალაქში რუსული სამხედრო ბაზების, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სხვა რუსული სამხედრო ობიექტების ფუნქციონირების ვადების შესახებ. ეს უკვე ისტორიული გარღვევა იყო. 2 საუკუნის თავზე საქართველოს ეძლეოდა საშუალება თავად განესაზღვრა, ესაჭიროებოდა თუ არა რუსის ჯარის ყოფნა საკუთარ ტერიტორიაზე. ეს ამონარიდია დიდიგელა ჩარკვიანის ბესტსელერიდან ნაცნობ ქიმერათა ფერხული. ივანიშვილის ხელისუფლებას რომ ოდნავი მემკვიდრეობითი ბმა ჰქონდეს ზვიადის, ედუარდის და მიშას საგარო ევროპულ ანუ ქართულ ვექტორთან, სტამბოლის ამსამის რაიმე ფორმით გაიხსენებდა, მაგრამ სადეცალად 17 ან 19 ნოემბერს ბორენკა რადნოის. მოქალაქეები იყვნენ დასაჭერი და პროპაგანდიდან რუსული ბოღმა და ღვაწლი იყო სამთხევი. განაცხადეთ, რამდენადაც მე ვიცით, რომ საქართველოს უნდა რომ ნატოს ბლოკს მიუერთდეს. ხო და კალაძე ამ 30 წელში ჩავიდა. 30 წელი შემთხვევითი არ არის. წინა ირაკლის არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ 30 წელი ინგრეუდაო, ანუ მათ რუსულ ისტორიამდე არაფერი არ ყოფილა. ათოხომ ბიძინათი იწყება რუსებისთვის გეორგიევსის ტრაქტატიდან და ახლა ფაქტობრივად მზად არის ტრაქტატი 2. გრუზია თმობს ტერიტორიებს, აკანონებს რუსულ ბაზებს. ვიცი შესაძლოა ბევრს გაგეცინოთ, მაგრამ სცენაზე ქართული დასის დამფუძნებელი პროპაგანდის სხვადასხვა საშუალებების ხშირი სტუმარი ბაღათურია შემოდის. დღეს რეალისტური გზა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან რუსული ბაზების გამოყვანის არის მათი უფრო სწორი რაციონალური გადაადგილება ისევ საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ მაინც გვაქვს 3 ბაზა გვაქვს დღეს და მე-4-ე საშენებელი რუსები საქართველოს ტერიტორიაზე და თუ კი ამ ბაზების გადმონაცვლება მაგალითად თურქეთის საზღვართან ჩვენ მოგცემ საშუალებას რომ ტერიტორიული მთლიანობა აღვალდგინოთ, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ერთი სწორი ნაბიჯით, ერთი თამამი პატრიოტული და ვაჟკაცური, იმიტომ რომ ამის გაკეთებაც ნელია, კიდევ უფრო დაგიპირისპირდა deep state-ი, კიდევ უფრო დაიწყებენ ეს თვითონ მოღალატეები რაღაცების წერა კითხვას. არაფერი არ მოგესმათ, ანუ ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან რუსეთის ბაზებს თურქეთის საზღვარზე გადავიტანთ და ტერიტორიული მთლიანობას აღდგება. აუ, რა მარტივი ყოფილა. ნეტა დაეკონკრეტებინა ახალქალაქსა და ბათუმში უნდა გათავსდეს ისევ დობლესნაია რუსკაია არმია. Больше конкретики, пожалуйста. მოგვიანებით ბაღათურია საუბარში რა თქმა უნდა აფხაზეთში რკინიგზის გახსნას, სევერ-იუგის მაგისტრალს, დიდ თურანს, ქართულ-რუსულ სივრცეს და ასე შემდეგ შემოიტანს. თუმცა მანამდე მერი კალაძე და მისი სიძე. ქართული ოცნების დამფუძნებელი, რუსულ კონფერენციაზე ქართული ოცნების სახელით მოლაპარაკე, ოკუპირებული დონბასის ხშირი სტუმარი და რაც მთავარია ჩემი დაკვირვების ობიექტის, რუსი მამუკა ფიფიას მეგობარი აატა აბულაძე. 34 წელია რუსული ჯარი დგას საქართველოს ტერიტორიაზე. ჩემს სახლიდან ზუსტად 36 კილომეტრია. არც მეტი, არც ნაკლები. გაზომილი მაქვს 9-ში. ეს ჯარი ხო ვერ გაყვავს. ღმერთმა დაიფაროს რომ გავიდე. მაგრამ აი ხო ვერ გაყვავს. მაინც ვერ გაყვავს. ჯო. აი თავრობა ამბობს რომ აი ეს პროექტი არის ოქრო და ბაჯახი. მოდი დავაზრუნოთ რა ქვეყანა. ეხლა ატყდა ერთი ამბავი. შემოიყვანთ რუსული ჯარი. ერთი ჩავაყენოთ თურქეთის საზღვართან და მეორე ჩავაყენოთ ახალციხის საზღვართან და აშენოს რამდენი სუდა. ხატზე დავიფიცავ, როგორც კი მაგ გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება, ის არაბები ჯერ შემოუთვლენ იქიდან, თქვენ მან ანალიზმით ხო არა ხართ დაკავებული ქართველებიო. ის პროექტი ეგრევე ჩავარდება, იმიტომ რომ მიზანი რაც არის, ზუსტად მაგას ურტყავს იქ რუსების ჯარის ჩაყენება. კიდე გეუბნებით, ხო პროექტთან საერთოდ ახლობთ ერთი თურქეთის საზღვართან ჩავაყენოთ, მეორე ახალციხის საზღვართან. რა არის პრობლემა? მაინც ვერ გაყვავს, მაინც აქადგანან. ბიჭო, ის სიკეთი მაინც მახოთ იქიდან. ვისი ოცნებაც აგართ ქართველებს და ვერ აკეთებთ. ხო მაინც ვერ აკეთებთ. ბიჭო, მაინც რაღაცა ქვეყანას წარდგება მაინც რა. დავაზღვიოთ ქვეყანა. ამან დააკონკრეტა მაინც ახალციხეო, ეს სხვა გონკებშია არაბიზაციას ებრძვის რუსულად, თან რუსების მხარეს იბრძვის უკრაინაში. აქ სხვა წიაღწულებიც იყო, მაგრამ ეგ სხვა დროს. არხი რომელზეც მერი კალაძის სიცე მეტყოლებდა, სულ არ ვიცოდი რომ არსებობდა. TV+-ი ძებნა-ძებნაში აღმოჩნდა რომ მსხვილ დიდი ბიუჯეტიან პროპაგანდასთან ერთად პატარა ბუტკებიც არსებობს, საიდანაც მოსკოვი ლაპარაკობს. ისე რომ ვიცოდეთ, არც მეტი არც
ლაპარაკები ამ არხზე საავტორო გადაცემა საზოგადოებრივი დისკუსია აქვს სამშობლოს ღალატვისთვის ჯალდებს და 2013 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ ტრისტან წითელაშვილს. გაგახსენდათ, დიახ, ის არის თავდაცვის საიდუმლო ობიექტების კარი რომ გაუღეს 2019-ში და დიდი ალბათობით მან მიწისქვეშ არსებული საქართველოს ცენტრალური გასაიდუმლო მართვის შტაბის და საიდუმლო სასაცილო წერტილების კოორდინატები რუსებს გადასცა. ამბავი ჩაიფარცხა ბატონი ტრისტანი მეტია მუშაკია. კალაძისიძემ რუსულ გეგმებზე 13 ნოემბერს იმეტყველა. პირველ ეტაპს მეორე ეტაპი მოყვა და ბუტკის ზომა გაიზარდა. ბაღათურიას ტრიბუნად ჯორჯიან ტაიმსი შეირჩა. შუალედი 7 დღე. დასკვნით ეტაპზე ბიზნეს ახალი რუსული არჩევნების თარგმნის გამოკვეთასთან ერთად თემა დიდ ცენტრალურ პროპაგანდისტულ კანტონაში გაიშლება. იმისთვის რომ ოკუპანტი მშვიდად განლაგდეს თურქეთის საზღვარზე და ამ ყველაფერს გუზინმა ტაში შემოკრას, რეგიონის მთავარი პოლიტიკური მოთამაშე ნატოს წევრი სახელმწიფო თურქეთისგან ბუა უნდა შევქმნათ. დიდი თურანი და ტერიტორიების დაბრუნება. ჩვენ არსებული დიდი თურანის ესე იგი პროექტის გააქტიურების, კოლოსალური გააქტიურების პირობებში ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ კედელი თურქეთის საზღვართან, რომელიც ყველანაირ ფანტაზიას დაასრულებს საქართველოს დიდი თურანზე მიერთებაში. დანარჩენი ახლა რაც უნდა ის დაუმატებია. აღმართოთ კედელი, აუღებელი ციხესიმაგრე თურქებისთვის მინდა გითხრათ რა. დასრულდეს ეს ფანტაზიები და აფხაზეთთან სამშობლო დაგვერთ. სუდი რა არის ამაში? ჩვენ თუ დავიწყებთ ლაპარაკს, რომ ჩვენ და რუსეთის ინტერესები სასიცოცხლოდ ემთხვევა ახლა ერთმანეთს ამ გეოპოლიტიკურ სივრცეზე. რუსული ბაზების აქეთკენ გადმოტანა აქ ანუ კედელს ქმნის რუსეთი აფხაზეთში და სამაჩაბლოში. ხო? და ჩვენ ეს კედელი გადმოვიტანოთ. და ჩვენ ვართმევს აფხაზეთს ეს კედელი გადმოვიტანოთ, მან შექმნილია, ხო? გადმოვიტანოთ თურქეთის საზღვარზე, რითაც საქართველოს გაერთიანდება და ჩვენს დაცული ვიქნებოთ თან საქართველოს. მიხვდით? ვისაც წინადროებაში ბიზნეს აპოკალიფსი ნანახი გაქვთ, მიხვდებით რომ თურქეთისგან საფრთხობელის შექმნა ახალი ამბავი არ არის. ამის შესახებ ჩემი გეროი ივანიშვილის ფარცხალაძის მეგობარი და ამავდროულად რუსეთის საგარეო დაზვერვის შეფის მეგობრად წოდებული ფიფია ცლად საუბრობს და აქვე რუსების საყვარელი თემა აფხაზეთში რკინიგზის გახსნა. ეკონომიკა ხომ უნდა განვითარდეს. თან აქვე პარალელურად რუსებს სევერ-იუგის პროექტი აქვს და ეს ზანგეზურის მაგრა უშლითნელებს. აფხაზეთის რკინიგზა კიდევ უფრო მეტ ეკონომიკურ ეფექტს მოუტანს საქართველოს და სამხედრო პოლიტიკური საფრთხეების თვალსაზრისითაც ასევე ვიდრე აბრეშუმის გზა. ჯერთი თვითონ აბრეშუმის გზას უფრო გაასაინტერესოებს და უფრო ეფექტურს გახდეს. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ სახმელეთო გზითაც არა ჩვენ ჯერ ეგერთი რა ავალდებულება გვაქვს რომ მარტო აღმოსავლეთ დასავლეთ და დასავლეთი აღმოსავლეთი ვატაროთ რა ჩრდილოეთი სამხრეთი აი ნახე რა ვატაროთ რა ცუდი იქნება ზაჯვარედინი და არა კორიდორი ჩრდილოეთ სამხრეთი სევერ-იუგ არის ერთ-ერთი კიდევ უფრო გლობალური პროექტის დასახელება რომელიც ინდოეთსა და შორეული აღმოსავლეთის იქვე ყოფ სახელმწიფოებს და ირანს და იმას მიაერთებს ევროპასთან. და ეს აფხაზეთის რკინიგზის გარეშე არ გამოდის. ამ განცხადებიდან ერთ დღეში იმავე დღეს თუ არა, ჩემი დაკვირვების ობიექტი რუსული დავალების ღია წყარო მამუკა ფიფია. ეკონომიკა, რკინიგზა, სევერ-იუგ, ზანგეზური და ასე შემდეგ. Нам очень важно открыть север-юг и через Абхазию сам ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაიხსნას ჩრდილოეთი, სამხრეთი და აფხაზეთის გავლით, სამხრეთ ოსეთის გავლით გზები უნდა გაიხსნას, რადგან იქ შენდება ზანგეზურის კორიდორი და საქართველოს დაკარგავს ტრანზიტის დიდ ნაწილს. ამიტომ სასწრაფოა რუსეთისთვის არის კარგი, საქართველოსთვის არის კარგი და ჩვენი მეზობლებისთვის იქნება მორიგი სატრანსპორტო მაგისტრალი. იქ არის მეხუთე კოლონის ნარჩენები და თმებს დაიგლეჯენ, მაგრამ მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მივიდა დასკვნამდე, რომ ჩვენ დაგვბლოკა დასავლეთმა. ეს მათი ჩანაფიქრი იყო. სპეციალურად გააკეთა იმისათვის, რომ ჩრდილოეთი, სამხრეთი და აქედან მხრიდან რუსეთი არ განვითარდეს. ძალიან დაიღალა ქართველი ხალხი, აფხაზი ხალხი ამ ბლოკირებით. უნდა განიბლოკოს და ვიცხოვროთ დღევანდელი დღით. უნდა მოვილაპარაკოთ, სანამ ეს ფანჯარა არის. ესეც შეიძლება დაიხუროს ჩვენგან დამოუკიდებლად. Понимаете, и надо договариваться, пока есть это окно. А это окно тоже может закрыться независимо от нас. ასე ერთი შეხვედრით რუსულ ბოდვისას სულ მახსენდება, რომ ოკუპანტთან პირდაპირ საჰარო მოსვლა ის იაღდგა, რომ ტიფლიში არაფერი იცოდნენ და ამ საქმის მოთავე კი გაგეცინებათ ფიფია იყო და აქვე გაგახსენებთ, რაც თავში თქვი ბორია რადნოისგან, რასაც არ ველოდებით, სწორედ იმას შვება და იზამს უარეს.
უარეს იზამს. და ბოლოს ტრადიციულად ან ჩვენ ან ის თუ ის მაშინ რკინის ფარდა და რუსეთის უკანალი. არ იქნება ივანიშვილი, იქნება საქართველო. დარჩება ივანიშვილი, არ იქნება საქართველო.